დღეს. და ფესტივალის წლევანდელი დევიზია მეტი სითბო. ბავშვთა ქალაქში ფესტივალი მე ვხედავ მზეს ძალიან მალე დაიწყება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ორგანიზატორები ამ ყოველფრისთვის უკვე ემზადებიან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა დრო რჩება ფესტივალის გახსნამდე. ჩვენ მართალი ერთ ადგილას ვართ შეკრებილები მზრით, თუმცა ფესტივალი მთელ მზიურის ქალაქს მოიცავს და იქნება სხვადასხვა კუთხეები. როგორც გითხარით, მოეწყობა ძალიან საინტერესო გამოფენა, ერთ-ერთი გამოფენა უკვე ჩვენ სახეზე გვაქვს, ეს არის ფოტოსტუდია გრაფის მიერ გამოფენილი სურათები. ბექა, მოდი შენ დაწვრილებით გითხარი როგორ შეირჩა ეს სურათები თქვენ ფოტოსტუდიის მიერ და საერთოდ პირველად მონაწილეობთ წელს ამ ფესტივალში? მონაწილეობთ ამ ფესტივალზე. ფოტოები შეირჩა 4 დღიანი კონკურსის შედეგად. ფოტოები პასუხობს თემატიკას მეტი სითბო ბავშვებს და დღეს 2 საათიდან დამთვალიერებლები შესაძლებელია რომ დაათვალიერონ. ამ ფოტოებს კიდე სხვა ფოტოებით შეემატება ჩვენ ნაწილი. შეემატება სხვა ფოტოებიც. კი, ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოდგენილი დღეს აქ. კი ბატონო, თემატიკიდან გამომდინარე, ალბათ ხედავთ, რომ საკმაოდ ისეთი თბილი სურათები არის, ძირითადად ბავშვები არიან გამოსახულები, თუმცა ერთ სიახლესაც გეტყვით, წელს როგორც იცით, მეოთხე ჯერ იმართება ფესტივალი, რაც შეეხება მომდევნო წელს იქნება საკმაოდ მასშტაბური და მოდით ანა გვეტყვის მომავალი წლის გეგმებს, მომავალ წელს თუ არ ვცდები 2 დღით გაგრძელდება ფესტივალი. ანა, მოდი გითხარი მომავალ წელს რას გეგმავთ? მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ ფესტივალი იყოს 2 დღიანი, რადგან ჩვენს ფესტივალზე ყოველთვის ეს გამოხმაურება აქვს, რომ დიდებიც ბავშვები და ნაკლებად ერთობიან ხოლმე. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ 1 ივნისს ჩვენ აღვნიშნებთ ბავშვთა დაცვის დღეს, ჩვეულებრივ გაიმართება მზის ფესტივალი და 2 ივნისს უკვე იქნება დიდებისთვის ასევე მზის ფესტივალი ჩვენ ხედავთ მზეს. ძალიან კარგი, ასე რომ წელს დიდებო თქვენთვის შეიძლება ასე ვთქვათ ფესტივალზე ვერ მოინდებნოს გასართობი, მაგრამ მომავალ წელს უკვე ორგანიზატორები იზრუნებენ იმაზე, რომ ბავშვები და უფროსები ერთად გაერთონ ფესტივალზე, თუმცა დარწმუნებული რომ ისეთი კარგი გარემო აქვს, რომ დღესაც აუცილებლად ისიამოვნებთ. წინა ჩართვაში გითხარით იმის შესახებ, რომ დაიწერა სპეციალურად ჰიმნი, რომელსაც სალომე კორკოტაშვილი შეასრულებს ფესტივალისთვის. სალომე დილდენ ჩვენთან არ არის, თუმცა გოგონები მზად არიან რომ შეგვისრულონ ჰიმნი. გოგონებო, თქვენ პირველად არ მონაწილეობთ ამ ფესტივალში, გამოცდილება გაქვთ და საკმაოდ აქტიური წევრები. ჩვენ უკვე 4 წელია რაც აესე ამ ყვითელ მაიკებში ყოველ 1 ივნისს ვიკრიბებით და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი სითბო მივცეთ ბავშვებს და იმედია კიდე დიდხანს გაგრძელდება ეს პროექტი. ძალიან კარგი, მოდი თუ არ შეწუხდებით ერთი პატარა კუპლეტი. იმის გვაქვს ასე რომ შეგვიძლია ცოცხლად შეგისრულოთ ექსკლუზიურად. ძალიან კარგი, მოდით მოვისმინოთ და ესეც მხიარულ ნოტაზე დავამთავროთ. 2 3 ზეო შენთვის მღერი დღეს გზა გაგვინათე და მანახე ლურჯის ზღვა ღრუბლებში გავცუროთ ყვავილებს ვაჩუქოთ შენი სითბო არა სხვა. დიდი მადლობა, ეს რა თქმა უნდა კუპლეტი არის იმ სიმღერიდან, რომელიც დღეს სრულად გაჟღერდება ბავშვთა ქალაქში მზიურში. მოკლედ ყველას გელოდებით 2 საათზე, მობრძანდით უფროსებოც და ბავშვებოც, წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გელოდებათ. ასე რომ კიდევ ერთხელ მიულოცოთ ყველამ ერთად ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე და უსურვოთ რაც შეიძლება მეტი სითბო. მე მგონი მზე ამის საშუალებას დილიდან გვაძლევს და დარწმუნებულია რომ ესეთი ამინდი და რაც თავარი ესეთი განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვება. მეტი სითბო ნამდვილად არ გვაწყენს, გმადლობთ.